მოგესალმებით, მე მინდა ვისაუბრო დემოკრატიაზე. ნებისმიერი ადამიანი რომ გავაჩეროთ ქუჩაში, დემოკრატიას თავისებურად განმარტავს. ალბათ უმეტესობა ჭეშმარიტებასთან ახლოს იქნება და მასში გამოიკვეთება ხალხის როლი ქვეყნის მმართველობაში, ადამიანთა უფლებები და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება კანონის უზენაესობის აღიარებას, ამას ჩვენ შეძლებს და გვარადუვლით გვერდს. მოდით გავიხსენოთ თუ რამდენად ხშირია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში კანონდარღვევის მაგალითები. სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც შუქნის წითელ შუქზე მანქანით ამაყად გავივლით და გვიხარია რომ პატრულმა ვერ შეგვამჩნია. სწორედ ჩვენ შეგვიძლია მაღალფარდოვანი სიტყვებით ვისაუბროთ ეკოლოგიაზე და ნაგავი ბუნკერის გვერდით ან სულაც ხის ძირში მივყაროთ. დავაგვიანოთ სამსახურში და შეძლებს დაგვარად ადრე წამოვიდეთ იქედან. ისე გამოდის რომ ჩვენ ყოველთვის უკმაყოფილო ვართ ხელისუფლებით. მოდით დავფიქრდეთ, დემოკრატია პირველ რიგში მმართველებს უნდა მოვთხოვოთ თუ ჩვენ მოქალაქეებმა ვაშენოთ იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მე ვფიქრობ, რომ თუ ხალხის მმართველობა მოგწონს, მაშინ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ამ მმართველობის მორალური უფლება გქონდეს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ კანონს არ ღვევ, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს იგი. ესე იგი დემოკრატიის საწინააღმდეგოდ იქცევ.